დილამშვიდობის, როგორ ახართ? მე ნორმალური ვარ. დაშტით ყავა და ვემზადები სამსახურს წასასვლელად, მაგრამ YouTube-მაც კი დამიდო, მოკლედ. აქ ჩაგისვავთ. ეს საოცარი კომენტარები ვიპოვა YouTube-საც დაუნდივარ. შეჩერებული კიდე, შეჩერებული იქით შეიცავს და თუ გინდა რომ ნახო. ხოდა მოდი წავიკითხოთ და პასუხი გავაცით. მე ჩავამაგრე. დამალული არ ვიცი გამოჩნდა თუ არა. ეს არის ქალბატონი დალი ოზგური. გუშინდელ ვიდეოზე გვიწერს. როგორ გწეწავენ საქართველოში. თან არაფერი არ იციან მაგ ვითომ ექიმებმა. თან ექიმებს ექიმბაშები ჯობია. მან დასმულ დიაგნოზს თურქი ექიმები სხვა დიაგნოზს უსვამენ და შესაბამის მკურნალობას ეფექტს ეძლევა. ძალიან ჩამოყალიბებული ქართულია. მან პირიქით უფრო ამძიმებენ ადამიანის ჯანმრთელობას. წერტილი. იწყებს აბზაცით. და კიდევ, ნუ ლაპარაკობთ კეპნით და ნუ იპრანჭები. წერტილი. იყავი ბუნებრივი, ძიმე. გრამატიკაში კარგად არის. თავისუფალი და უფროს ხარტი და საინტერესო ლაპარაკი გამოგივა. რა უბედურებაა ქალო ერთ წინადადების თქმას 5 წუთს არ დავმებ. ნერვები მეშლება და ეგრევე გამოვდივარ. ნერვებს ნუ მიშლი. მე მიწერე ნუ იშლი ნერვებს დაგბლოკავ და დაისვენებ თქო და შენი ქალო არავინაა თქო. შესაძლოა თქო, ისიც ეს კომენტარი მოსწონს და 7 ლაიქი აქვს ამ კომენტარს ხალხო. როგორ იპოვეს, ოღონდ არ ვიცი, მე არ მიჩანდა გამქვეყნებულებში და თქვენც ვერ დაინახავდით. ისიც უკან გაყვეს, შენი შეხედულებები შენთვის დაიტოვე ექიმებსაც და ჩემსაც და კიდევ ადამიანი როცა ფიქრობს, პაუზები აქვს. აუცილებლად გირჩევ შენც, იფიქრო და ისე წერო, მარტო იმიტომ დაგტოვებ, რომ წაიკითხო დღეს თქო. ჯერ არ დამბლოკია, მაგრამ დავბლოკავ, იმიტომ რომ კიდე ქვემოთ რომელიც დამალულები იყო და არ მინახია, ისინიც ვიპოვე. მე არ მაინტერესებს ქალბატონო დალი თქვენი შეხედულებები ექიმებზე სამწუხაროდ. არ ვიცი თქვენ რომელ ქვეყანაში მოღვაწეობთ და რა წარმოდგენა გაქვს, მაგრამ მე ოჯახის წევრი მყავს ექიმი, რომელიც მირჩევს, სად უნდა მივიდე და ვენდობი ექიმებს, სადაც მე დავდივარ. ეს ერთი. მეორე. მიმართვა ქალო მეტყველებს იმაზე, რომ ძალიან დაბალი ინტელექტი გაქვთ. რაც შეეხება ჩემს პაუზებს, რა ვიცი მე თუ პაუზებით ვლაპარაკობ, გადაბმით და სხარტად მოლაპარაკეთ, თქვენ ხართ მხოლოდ მარტო აქ. კარგით გავაგრძელოთ, ეს არ ყოფილა მხოლოდ. რაზეც მიპასუხა, რას ბოდიალობ, მაგას ფიქრი სჭირდება, შემართლა საცოდაო და დაუნო. მიედმოედები რაღაც სისულელებს, ვითომ ვიდეოებს წერ, ვის რაში სჭირდება შენი გამოუსადეგარი ვიდეოები. ხაჭაპურები გამოაცხე, კვერცხს შეწვი, უფრო საინტერესო იქნები ქალო. No. მე რას გავაკეთებ ქალბატონო დალი? აი შენ ნამდვილად არ გითხავ, კარტოფილს შევწავ კვერცხს, თუ ხაჭაპურს გამოვაცხობ. რა დონეზე დაბლა ხარ, რომ შეგიძლია ადამიანი ასე გძულდეს. საერთოდ არ გიცნობ ვინ ხარ.
რა მოიხვეტები, რითი მომენტებ თავს, რითი ცდილობ რომ დამამცირო. ნახე ასივე. ხო, ეს კიდევ არ არის. ერთ-ერთ ვიდეოზე მიწერს ჭორაობა და ჭორაობა ლაივი იყო მგონი. დავაი გააჯვი რა შეავადმყოფო, მეტყველება დაქვეითებული დებილი ხარ. რაღაცას მიედმოედები, ილაპარაკე გადაბმით, მარტო წინადადებებს შორის კი არა სიტყვათა შორის იმხელა პაუზებს აკეთებ. შენ ლენჩობაზე მეტყველებსო. დანარჩენს არ მიჩანს 6 ცალი აქო დაწერილი 4 წლის განმავლობაში და მინდობს YouTube. ქალბატონ თელმოდი შენ ცხოვრებას მიხედე. შენს მეტყველებას მიხედე. შენს ადამიანობას მიხედე. სიტყვებს შორის მაქვს პაუზები, წინადადებებს შორის მაქვს პაუზები. დაუნი ვარ, დებილი ვარ. როგორმე თვითონ გამოვეგები. თუ თვლით რომ დაუნი და დებილი ვარ, ანუ მაშინ შეშუმა პირი ვარ და შეურაცხყოფას მაყენებ და შემიძლია გიჩივლო. შენი წარმოდგენით თუ დებილი ვარ. მერე ხა ადამიანს მიუთითო ასე ვინ რა უნდა აკეთოს, შევაბშოი ჩემ ფეხები ხარ. პაუზებს რაც შეეხება მე არ მიგწვნია და არავის აღუნიშნია მეტს. ადამიანი როცა ფიქრობს რომ რაიმე თქვას, შეიძლება რომ შეყოვნდეს. მაგრამ ლანძღვაში არ მაქვს შეყოვნება, კარგად ვილანძღები ხოლმე ხაპას ხოპეთ. აქ ეს ვიდეო მოგეწონებათ, იმიტომ რომ არ იქნება პაუზები. არც სიტყვებს შორის და არც წინადადებებს შორის. და 5 წუთის ერთ წინადადების მონდომებას რა ვიცი. რა გითხრა, რით გაგახარო, რით მოგეფერო, რით გითანაგრძნო არ მაქვს. ზოგადად ადამიანები ნეგატივს აფრქვევენ მაშინ, როცა ეს ოღონდ ფსიქოლოგებმა თქვეს მე არა. როცა მეორე ადამიანი შურს და მე შესაშური არაფერი არ მაქვს დალიკო. არ გინდა ეგ შური, დამიჯერე დაგტანჯოს. ანუ შენ რომ ამას წერ, სიამოვნებას ხო იღებ, ხო მაგიტო წერ რომ ვიღაც გალანძღო. მე უკან რო გაგლანძღონ და მე კიდე წინ რო გაგლანძღონ და ასე შემდეგ. ხო და ამიტომ რო არ იწვალო ეხა ჩემო საყვარელო. ნახე ეს გიზავ რა გიქნა. ვერ გიშვები სამწუხაროდ. გიქენი, შენც დაისვენებ და მეც დავისვენებ დღეიდან. მაგრამ რა ვიცი, სადიბადებით ესეთები. მე მხელა წარმოდგენა მაქვს საკუთარ თავზე. იმდენად კარგად ვიცი ვინ ვარ და შენისთან დალიკოები იმდენი მოვინელი ცხოვრებაში. ბოლო 40 წლის ასაკში მქონდა მოსანელებელი ეს დევირო ყავს ადამიანებს და მე ინელებს ზუსტად მასე. რა გითხრა, რით გაგახარო ხოდა. და ვიცი, მე არც გამახსენდები არასოდეს. უბრალოდ ძალიან ცოტო ხარ სადღაც სხვა ქვეყანაში, ალბათ თურქეთში ცხოვრობ. გითანგრძნობ. ასეთ ემოციურ ფონს, ასეთ დამოკიდებულებას ხალხთან ბიჭო თუ არ გინდა რას ეღეწები, რას ნახულობ, თუ რაიმე მაღიზიანებს არ შევდივარ და არ ვნახულობ. ნებისმიერ ჟურნალისტს შეიძლება მოუძებნო მინუსი. ნეტა თქვენი დრო მომცა რომ ვინც მიყვარს იმას უყურს. სალომე
რა გვარია სალომე კასრაძის პოდკასტები ძალიან მომწონს. გირჩევთ გოგოებო ჩაუჭაქით და ბოლოს ყავდა გეტყვის ახლა 2 დღეა ვუყურებ ერთს. ბოლო არ ვიცი არ მინახია და მაინც რა გითხრათ ვინ ყავდათ ისევ ნახვაში მაგ. ჩაჩუა ჩიჩუა თათუკა ჩაჩუა ყავს გადაცემაში სადაც განიხილავენ ქორწინების და ოჯახური ფსიქოთერაპია რომელმაც საკუთარ გამოცდილებაზე გაიარა ეს ყველაფერი და თათუკა ჩაჩუა ჩემთვის ძალიან მისაღები ადამიანია მომწონს მისი განათლებაც ჩამოყალიბებაც ადამიანობაც ან ყველაფერი მომწონს ამ გოგოსიდან ნუ სალომეც ძალიან მომწონს და გირჩევრთ რომ თქვენც უყუროთ და ნუ მე ეს ყველაფერი მომწონს და ვერ ვუყურებ ბოლომდე დრო არ მაქვს და ადამიანს როცა უჭერს და მაშინ დაუწერ ეს კომენტარს ვაფშე სათხარ შენ რა იცით რა არის კარმა ღმერთი ცხოვრება რა თქვენ სენას რომელიც გინდათ ამოარჩიეთ ყველაფერი უკან ბრუნდება მე ხა იმდენი სადარდებელი მაქვს იმდენად მძიმე ტვირთი მაქვს ცხოვრებაში რა დალი კი არა 5 დალისნაირმა ვერ მაჯობა ვერასდროს და ეხა შეიტანა ერთ ადგილას შენი წარმოდგენები ჩემზე ხოდა თურქეთში როცა ჩამოვალ დასასვენებლად გესტურები მომწერე მისამართი დალიკუნა ვერასდროს ვერ იქნები ჩემნაირი სამწუხაროდ იმიტომ რომ ასეთი ბოროტი ხარ